მეორე ფინალი. ნიკა ზანგალაძე შავშანდელი ჩემპიონი ქვედა ზონაში და შავშანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი 23 წლამდელებში და ხო, ფინალისტი ასევე 20 წლამდელებში. ნიკა ზანგალაძე მოვიდა მისი მეტოქე ყაზბეგელი რეზო მარსაგიშვილი. ყაზბეგი რომელმაც უკვე მოიპოვა ერთი ბრინჯაოს medali და ეხლა შანსი აქვს სულაც ოქროს medali მოიპოვოს. თუ არა და ერთ წელი გარანტირებული აქვს. მარსაგიშვილი ყოფილა ჩემპიონი, ზედაწოდაში 65-ში. მარსაგიშვილიც იყო. დაიწყო ჩვენი შეხვედრა, რომელიც ასევე წესით ყველა წინაპირობა არის, რომ უნდა იყოს დაძაბული და საინტერესო. საწყისი წუთებით არ დაიწუნება. თუმცა ჯერ დასკვნის გამოყენა ახლა ეხლა ზანგალაძემსა და ფერჩის შესულა, მაგრამ გაიქცა მეტოქე მარსაგიშვილი. წინა ზონაში ნიკა სანთალაძე მოიპოვა ბრინჯაოს medali და აქ ნინო წმინდელებმა აფშეთ ლულუკიანმა და რუბენ თანგამიანმა ჩვენ ალბათ ამ ზონის შემდეგ დაჯილდოება გვექნება. ზონის შემდეგ თითო დაჯილდოება. ტაბლეშვილი ახლა მაინც ზანგალაძეს მოუწოდებს გაათხოვებას. ჩევიდებით 33 არ ჩაუსვავთ. ზანგალაძეს ჩაუთავებს. ზანგალაძის პირადი მწვრთნელი ერთ-ერთი პირადი მწვრთნელი დავით პოვოსიანი გახლავთ. ნახოთ აბა ამ ეპიზოდით ვინ ისარგებლებს ამასობაში ამოიწურა 30 წამი და 1 ქულა უკვე მიიღო მარსაგიშვილმა. აქ უკვე საერთოდ ფეხზე წამოაყენა კოჭიდაური. იძულება პირველი ნახევარი შეიძლება 10 საათი შეიცვალოს შესვენებამდე. შესვენება 1-0 წინ არის რეზო მარსაგიშვილი ყაზბეგი. შემდეგი წვლილი იქნება ასეთი დათო ფანტელაძე, აჭარა და საბა ღამბაშიძე ორი. თუმცა მაგ შეხვედრამდე იქნება დაჯილდოება 57 კილოგრამში. მთავრდება უკვე ჩვენი შესვენებაც და სულ მალე განახლდება დაპირისპირება. დაიწყო მეორე პერიოდი. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 1-0 გახლავთ მარსაგიშვილის, რეზო მარსაგიშვილის სასარგებლო.
შევიდა ფეხში. ზანგალაძე ჯერჯერობით უძალიანდება, მაგრამ ოთხუნიაზე დავარდა მარსაგიშვილი. დაატრიალა შემდეგ თავად მოყვა. ორი ხოლმე აიღო ზანგალაძე, ერთი პერიოდი მომეჩვენა, რომ ზანგალაძე იყო. ზანგალაძე კიდე მეორე დატრიალება, მესამეც არა. აი ახლა შეიძლება, მაგრამ ვერა. მასობაში გახდა ფაქტიურად ერთი შეტევით და შემდეგ გაგრძელებებით კომბინაციური ჭიდაობით. ჯერჯერობით საჭიდაობით ერთი დაიქნია მეტოქე მასაგიშვილმა, თუმცა მას შედეგი არ მოყოლია, ქულა არ გაკეთებულა. და ვერც შეტევაზე წავიდა ამ დაქნევის შემდეგ. და აი ახლა ისევ ზანგალაძე 12 პოზიციურ ჯდაობაში იმარჯვა, ზურგიდან მოექცა და ადამიანს დაასება. აზმერმა დაასრულა ეს ტურნირი ერთი მინჯოუსა და ერთი ვერცხლის მედლით. გორმა კი ორი შესაძლებელიდან მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მომდენო თუმცა ჯერ დაჯილდოება იქნება 57 კილოგრამში, მე უბრალოდ გამოგიცხადეთ, რომ მომდენო შეხვედრა იქნება 65 კილოგრამის ფინალი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან დათო ფარდენაძე აჭარა და საბა ღამბაშიძე გორი. მანამდე კი მივადევნოთ თვალი 57 კილოგრამს დაჯილდოების ცერემონიას.